რა ხდება თერაპიის დროს? როდესაც ადამიანი მოდის თერაპიაზე, წარმოიდგინეთ, რომ მისი ტრავმა, მისი არ განცდილი ემოცია არის შეკუმშული. არის ესეთ შეკუმშულ მდგომარეობაში. და როდესაც ვიწყებთ თერაპიას, ხდება ამის გაფართოვება. მისი შეკუმშული ნეიროკუნთოვანი ბლოკის გახსნა. და პირველი გახსნა ყოველთვის არის ძალიან რთული, იმიტომ რომ არის მკივნეული. პირველი გახსნის დროს თითქოს ერთი საფეხურით უფრო ქვევით ჩადიხარ, უფრო მეტად ხდება შეკუმშვა და ტკივილის განცდა და შემდეგ იწყება გახსნა. და თითოეულ ეტაპზე ნელ-ნელა ხსნით ამ შეკუმშვას და ნელ-ნელა სხეულის ეს ნაწილი ატარებს სულ უფრო და უფრო მეტ სასიცოცხლო ენერგიას და საბოლოო ჯამში ხდება გათავისუფლება იმ ენერგიის, რომელიც აქ იყო დახშული. როგორ უნდა მოხდეს ამის გახსნა და როგორ უნდა მოხდეს გათავისუფლება, დაგიწერე აღწერაში.